ბანუკოგი მადლობა სტუდიაში თუმცა. თქვენ მადლობა. მინდა სანამ შეკითხვებს დამისვამთ, მე მინდა ჩემი ეთერი თუ შეიძლება ერთი წუთი გამოვიყენო და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა სულ ყველას, მთელ საქართველოს, ვინც თურმე ამისთვის ღირს სიცოცხლე და ცხოვრება, რომ გამოვედი მე არც ვიცოდი რა ხდებოდა ამდენი და მე Facebook-ი და დავათვალიერე ყველა პრესა, ტელევიზიები რა იყო. ყველას დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, ჩემს პაციენტებს, თურმე როგორ ყვარები ვარ და უკვე ზოგი ბაბუაც გამხდარა. დიდი მადლობა სულ ყველას და მე რამოდენიმე გამოსვლის დროს ემოციებში ვიყავი და კარგად ვერ მოვიხსენია ყველა პატიმარი ვინც მინდა რომ ყველა პატიმარი ვინც არ უნდა იყოს ყველა უნდა იყოს გარეთ სინდისის პატიმრებს გულისხმობთ და პოლიტიკურ პატიმრებს კი პოლიტიკას უყველა ესეთი ესე იგი მე მაგას ყვები ხოლმე 20 წლამდე გავიარე სკოლა დავამთავრე კარგად შემდეგ იყო მეცნიერული მუშაობა 50 წელი კლინიკური იყო აი გუნდა მენახა რა ხდება მაინც ესე იგი საპატიმროს მაინც თავისი რაღაცა აქვს ისეთი სადაც არ უსურვებ არავის მოხვედრას თუმცა ჩემზე არც ძალადობა ყოფილა და არც არაფერი მაგრამ თუმცა მაინც უნდა მენახა ეტყობა ეს არეალი სად არის როგორ არის როგორ ჩანს იქიდან საქართველოს საერთოდ და როგორ იყვარს ყოველ შემთხვევაში ჩემს შინაგან არსებაში მინდა რომ ყველა დიდი მადლობა მოუხადო ყველა მინდა რომ გარეთ იყოს და ერთი რამე უნდა ვთქვა მე ეს დღეები 4 ოქტომბერმა თავისი შინაარსობლივი მე ცოტა მძიმე კაცი ვარ ვერაინ ვერაფერს ვერ დამაძალებს და ვერ გადამიყვანს ვერ სტავის ჭკუაზე მე რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და სულ ვცდილობ და ყველა არხზე სადაც მივდივარ ვცდილობ რომ 4-ში რაღაცა დამთავრდა 4-დან ჩემი აზრით მე ხლა არც ექსპერტი ვარ და არც პოლიტოლოგი მე ვარ უბრალოდ მოქალაქე რომელიც მშვიდობიანად მივედი მშვიდობიანად დავდიოდი 1 წელი 112 დღე თუ რამდენი დღესაც ვიყავით იქა მშვიდობიანად ვიყავით იმ დღესაც და იმ დღესაც ბოლო მომენტში მე შევასრულე ჩემი სამედიცინო მიმართულებითი მოქმედება რაც უნდა გამეკეთებინა ამიტომ ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ამ მომენტიდან უნდა გამოვიდეთ რაღაცნაირად რა მე ვეძებ ხა მე მტირალა კაცი არავის არ მე ვარ რეანიმატოლოგი ყოფილი ერთ-ერთი პირველი რომელიც 80 წელს ჩამოაყალიბე კლინიკური ორდინატორი ვიყავი ერთ-ერთი პირველი ბავშვებს და ბაქოს ქუჩაზე პირველი ერთ-ერთი რეანიმაციული პატარა განყოფილება ჩემი ხელით მე გავაკეთე პროფესორ კვარჭადისა და ნუ სხვათა ხელმძღვანელობით ამიტომ მე მებრძოლი ვინაიდან ვარ ეხლა ზუსტად რეანიმაცია და ინტენსიური თერაპია ჭირდება საქართველოს და ერთსაც ვიტყვი თუ მაქვს დრო ზანეთ რა თქმა უნდა სტუმრად ნახეთ როგორ არის მე როდესაც კლინიკური დირექტორი ვიყავი მე დიდი ბავშვთა მეორე სახლში 15 წელი ცოტა არ ვიყავი არ არის ცოტა დრო და მართავდით ესე იგი ძალიან დიდ სისტემას და იქ მქონდა ზუსტად აი რატომღაც დღესამო მე ვარ და არასდროს არ მithქვი ეხლა ვიტყვი პირდაპირ იაღოველს ყავდა თავისი შვილი ავათი და მას დასჭირდა აუცილებელი სასიცოცხლო ჩვენება იყო სისხლის გადასხმა რაც მაგათთან აკრძალულია დედას ველაპარაკე მამას ველაპარაკე და მაშინ მე უთხარი იცით რა ქენით იურიდიულად არავითარ შემთხვევაშიო მაშინ ამბავს თუ გადარჩება სისხლი ექნება ნუ სავალალო შედეგები მოყვება მე ჩვენს ხრიდან მე უთხარი მაშინ დატოვე ეს ბავშვი ჩვენ უპატრონებ და ერთი კვირის ერთი თვის მერე მოდით მეთქი და მერე ვისაუბროთ როგორ იქნება და სისხლს არ გადაუსხავ მეთქი მოვატყუე თორე იმას უნდა ჩატარებოდა ყველაფერი ის რაც ქონდა მოგრეთ ერთი თვის თავზე მოვიდა ეს სისხლის გადაუსხით ერთხელ და ორჯერ არა და მამამის მერე ვეუბნები ეს რომ აი ესე ჩავატარეთ მეთქი მერე იყო კმაყოფილი და სარწმუნოებაც გამოიცვალა აი ესე მდგომარეობაში ახლა საქართველოს ზოგმა რა იცის როგორ რა უნდა გაკეთდეს მაგრამ საზოგადოება უნდა მივიდეს და ჩამოყალიბდეს რომ ასე არ შეიძლება რაც შეეხება ახლა მაგალითად დღევანდელ დაჭერებს მე კი გამოვედი კარგად მაგრამ მე არ გზნობ თავს კარგად 50-ზე მეტი ადამიანი პატიმრობაში შეადგა 50-იც არის და მეტიც არის ალბათ საერთოდ საპატიმრო ის ახალი თორემ ისე 100-ზე მეტი გადაცდა უკვე დიდი ხანია ამას ამიტომ ესე იგი ამითი ჩემი აზრით დაჭერებით
და აგრესიით და ძალადობით არ გამოვა საქმე. რა არის რეანიმაციული მოქმედება, რაც პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს და ქვეყანას დააბრუნებს თქვენი აზრით რელსებზე? აი მე ნახეთ, ისევ გამოვალ სამედიცინო კუთხით. სამედიცინო კუთხემ რა აჩვენა და ეხლა მე მიყვარს ხოლმე პირადი მაგალითები ჩემსაზე, არც თუ ისე ცოტა მაქვს ხოლმე და ესეც გადავიტანე ეხლა. ნახეთ როგორ მოხდა, ვინ მიჭერდა მე მხარს. სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი, ექიმები. სხვადასხვა, ესე იგი ამ ხალხს შეძლებია ერთად დგომა, ხო? ისევ და ისევ მადლობას უყურებს, ვინმეს კი არ ვეუბნები, შენ ესე ხარ მიმართულების ხარ ან რაღაცა. მაგრამ ამ პიროვნებებს შეძლებია რაღაცა. ბატონ თემურ მიქელაძე იყო ერთ-ერთი, ვინც ხარი დაგიჭირათ, მისი პოლიტიკური გემოვნება ცნობილია, მხარდაჭერების ის იყო. კი, არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, აღინიშნა პირველივე ჯერზე, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა. ეხლა როგორ არის ესეთი ჩემი გაზრდილები ბევრი მყავს. სხვაც იყო ძალიან ბევრი და ეხლაც ბევრი ხდება, მოდის და მადლობას უხდის უყველას, მაგრამ როგორ არის იცით მე საუბრო ფრაზე. და რა გაჩვენათ ამან? მარტო მედიკები არა. კი, არა. თქვენ უნდა ნახოთ სხვადასხვა სპეციალობიდან, სხვადასხვა გემოვნების ხარ, მარტო მედიკები არა. მათგანაც მიიღეთ ხარდაჭერა. ნუ ესე იგი, ეს ხალხი გააერთიანა ამ მომენტში, რომ მე გადავრჩენილიყავი. და ვინ იყო ეს ხალხი? ეს ხალხი იყო სულ სხვადასხვა სფეროს უამრავი, მე ხა თან დავათვალე რეპრესია, ხო? თურმე ამისთვის ღირს სიცოცხლე. და ვინაიდან მე ხლა გადავხედე და პატარა გამოცდილება არა მაქვს ყველაფერში, ხო? ამიტომ მე მინდა რომ აი ამ წრიდან, მოსიარულე წრიდან, რაზეც ვართ, რაღაცნაირად უნდა ვიპოვნოთ გამოსავალი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობა, ვინც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა. ეს ხო უნდა დამთავრდეს, რა არის ერთობის წერტილი, გოგი? თულია მე ესე დავამთავრე. ეს არის ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რაც ხდება, უნდა სამეცნიერო მეთოდოლოგიით ფუნდამენტალურად უნდა იყოს გაანალიზებული ეს მარტივი სიტუაციები. აი 4-მა იმიტომ თქვი. 4-მა რითმაც ჩვენ რა გვაჩვენა, რომ სიტუაცია არის ურთულესი და გამოსვლაც მარტივი არ არის, არის ურთულესი. და ერთს კიდე ვიტყვი, ვინაიდან ახლა გაგრძელდა, ხო? ამ სიტუაციებიდან ძალადობით ჩემი აზრით არაფერი არ გამოვა. აქ უნდა იყოს ურთულესია. ეხლა ოპოზიციას რო ვთქვა გაერთიანდიო, ეგ არ ვიცი მე, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა აზრებია. ამიტომ უნდა ეს გამოცდილი პოლიტიკოსები ვინც არიან, მაპატიონ, ყველა დაჯდეს ერთად, მეცნიერები დაჯდეს ყველა ერთად. მოიწვიონ ვინც არის დღეს, ესე იგი, მათი მოპირისპირე, თუნდაც მოპირისპირე არეალზე და უნდა იყოს რთულად გაანალიზებული ეს. აქედან მეცაც გეტყვით. საქართველოში რაც ხდება, ვის აწყობს ეს? ეს აწყობს სხვას, ხო? ამიტომ ქართული პრობლემა თვითონ საქართველოშივე უნდა გადაწყდეს. ხო, მაგრამ მეორე მხარის თანხმობა საჭირო. საზოგადოება აგერ 300-ზე მეტი დღეა ეუბნება დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ დაანიშნევა ადამიანელი არჩევნები. ეს არის გამოსავალი ამ ვითარებიდან, მაგრამ ის არ ნიშნავს. შესაბამისად, რანაირად უნდა გადაიტვირთოს ეს ვითარება, სადაც ერთი მხარე არ არის თანახმა. არანაირ დათმობაზე წასვლა. მე რა ჩემეთ როგორც ერთ-ერთი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ეს დრეები ვიყავი ხელაწეული რუსთაველს. დია. ხელაწეული მშვიდობიანად კიდე ვამბობ და იქ იყო მრავალი კაცი და იმ კიდე აჩვენა იმ რუსთაველმა რომ ერთად დგომა შეუძლია ერთს, მაგრამ მე რო გამოვედი სულ სხვანაირად დავინახე ეს. ხო მე ვხვდი. სხვასაც შეძლებია ერთად დგომა, იმიტომ რომ მე ჩემთვის სიცოცხლე ეჩუქებიათ, მაგრამ მილიონი კაცია ხო შიგნით. იმისთვისაც უნდა დადგეს ერთი და მეორე. ერთი პიროვნებით არის საზღვრება ხო პრობლემის გადაჭრა. თორე ხვალდაზე რა იქნება მე არ ვიცი, მაგრამ ამიტომ იქიდან ეხლა შეიძლება ერთი კვირის მერე თქვენ შემთხვევაში ბატონო გოგი დათმობაზე წამოვიდა რეჟიმი, იმიტომ რომ დაინახა რომ მის სიმხარდამჭერებიც დაგიდგნენ თქვენ. ასე ხედავთ ამ პროცესს და თუ ბევრი ადამიანი, ვინც მათი მხარდამჭერია, დადგება საერთო საკითხის გადაწყვეტაში, მაგალითად ადამიანელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ერთად ან რამე მსგავსი, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი. აი მე უბრალოდ
უბრალოდ მიყვარს ხოლმე. თქვენ მიგაჩნიათ რომ იმ მხარეს ყოფი ადამიანებიც უნდა რაღაცნაირად დაილაპარაკოთ ამათ. დიდი პრობლემები მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ეს უცბად არ ყოფილა. ნახეთ როგორ იყო, მე მიყვარს ფაქტების კონსტატაცია. ეს ასე იყო ნამდვილად. ესეც ასე იყო ნამდვილად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასე იყო. ოღონდ არ უნდა შეალამაზო, არც აქეთ და არც იქით. ის რაც არის და შემდეგ ცოტა ხნის მერე დაჯდება და მერე მიდიხარ დიდი პრობლემების გადაჭრაზე. ეხლა არ მინდა ლექცია ხო არა მაქვს და ბევრი პრობლემა, აი ანტისიმფსონური პრეპარატები კი ბატონო, გასაგებია, დიდი პრობლემები და ჩემი მოვალეობა ეხლა ზუსტად ამაშია. არც შიშით, არც სიყვარულით, არც ურთიერთობით, გინდა ერთთან, გინდა მეორესთან, გინდა ეხლა ამის დრო არ არის. ან გაბრაზებული ვიყო და ქვები ვისროლ, ან ვიღაცას ჩავეხუტო რა რაღაც. არა, მე ვამბობ ეხლა რეალური რაც არის. 4-მა პირველი, რას ვამბობ? 4-მა გვაჩვენა რომ დიდ პრობლემებში ვართ. მეორე რაც შემიძლია ვთქვა რომ ვიტყვი რომ ძალადობით ეს საკითხი არ გადაწყდება და მესამე რაც ხდება ჩვენში, ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული გზების მოძებნა და არა ესე მე შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი. აი ბევრი ლაპარაკი არ უნდა, აქ რომ მოვა, დაჯდება და იტყვის, ამას ვიზამ, ვერაფერს ვერ იზამ თუ ერთად არ მივიდა სულ ყველაფერი. ერთი მოვა, გააბუქებს რაღაცას და ერთსაც ვიტყვი, მე არც თანამდებობა მინდა, არც მინდოდა. მე ჩემი გზა მაქვს, მეცნიერული გზა მაქვს და ჩემი ბავშვებს ვენაცვალე სულ ყველას, ოღონ ეგენი იყვნენ, კარგად გადარჩენილი მყავს. უამრავი კიდე ბევრს გადავარჩენ. ამიტომ მე იმათ მომავალზე ვფიქრობ, მათ რა ეშველება. ეს რომ ყველაფერი დაინგრეს, მათ მომავალს რა ეშველება. ამიტომ მე ესე ვფიქრობ, კიდე გავიმეორებ. ერთი რომ 4-მა გვაჩვენა რომ პრობლემები დიდია, მეორე მაჩვენა რომ ის რომ შესაძლებელია თურმე ერთად დადგომა, ერთ პროფესიაში არა, სხვადასხვა პროფესიონალიზმების ერთად დადგომა და მეცნიერული ანალიზი. პირდაპირ ესე რომ ვინმეს გონია რომ აი ეს წესით არის, აი ეს 2x2 4, ეს არ არის. ეს არის ახალი მათემატიკური ფორმულებია შესამჩნევი. ბატონო გიორგი, ამასობაში მინდა ვიკითხო, თქვენ თქვით რომ გასაანალიზებელი დროც გქონდა თქვენმა კონკრეტულმა ფაქტმაც ბევრი რამ დაგანახათ და პრობლემები რომ არის ამ ქვეყანაში, ეს ცალსახა, სხვადასხვა გზები იყო 4-ის რიცხვსაც თუ ავიღებთ, ხომ თვითონ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციის მხარეს იყო განსხვავებული მიდგომები, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა. და კონსოლიდირებას ეს ყოველთვის უშლიდა ხელს, თუნდაც კრიტიკული საზოგადოების მხარეს. მიგაჩნიათ რომ კონსოლიდირება საერთო მიდგომა, როგორიც გამოსავალი და ფორმულაც არ უნდა მოძებნოს საბოლოო ჯამში ამან, მაინც მნიშვნელოვანია. ანუ ცალ-ცალკე გზის ძიებამ არაჩვენა შედეგი, ხო? და რაც თავარია, აი ეს მაბატეთ ჩემი ხა კი, თქვენ გეკითხებით, დიახ. ნახეთ როგორ არის ერთი კვირის მერე და ერთი თვის მერე შეიძლება ეს ემოციები არ გქონდეს. ეხლა სულ ვაანალიზებდი და აი როგორ გამოვძეთ, როგორ გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან. როგორ არის, იცით? ეს უნდა სანამ იტყვის ვინმე და სანამ დაჯდებიან, უნდა კარგად გაანალიზონ. მეცნიერულად ბოლომდე პოლიტიკური აზროვნებით და არა ესე იმ მომენტში რა აწყობს და სად გამოჩნდება და ხვალზე გარჩევნები იქნება და მე დიდი არჩევნებისთვის კი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. რა დროს არჩევნებია? არც არჩევნები იქნება, არც არაფერი იქნება, ასე თუ გავაგრძელეთ, დაიღუპება ქვეყანა, ხო? ერთი მხარე არ დათმობს, არც მეორე არ დათმობს და აიმიტომ ვარ მე საერთოდ ეგრეც არის. საერთოდ როდესაც გაუგებრობაა დიდი, ხო? ყველგან შეიძლება კონსენსუსის მოძებნა. ზოგი დამნაშავეა, ზოგი არ არის დამნაშავე, მაგრამ როგორ არის, იცით? თუ კონსენსუსი ამ უბედურებაში არ მოხდა, ეს საქმე არ დამთავრდება და სულ ჯაჭვურად, ნახეთ, შეიძლება ჩემსავით, როგორ თქვა, ესე იგი, მოურიდებლად ლაპარაკობ, ეხლა აი პრესის წინაშე თქვენთან ლაპარაკობ. იმიტომ შეიძლება ასეთი რამე ძველად არ მეთქვა, მაგრამ მე ეხლა გადავხედე სულ სხვა კუთხით ვლაპარაკობ. მესმის, მაგრამ თქვენ განწყობაზე არ არის რეჟიმი, ამიტომ ძალიან ძნელია კონსენსუსი. უნდა მოვიფიქროთ ჩვენ ისეთი რამე, ეს რთულია. რეჟიმი არ არის სიტყვაზე, ხო? ნუ იმათ ისეთ შეხედულება აქვს. მე ხარ რეცეპტი არა მაქვს, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ეს არ დათმობს, იმიტომ ვამბობ, ნახეთ, მაგალითად მოხდა, მოვიდა სხვა. და აქეთ არის მილიონი კაცი, იქით არის 500 კაცი, 200 კაცი მაინც იქნება, ან 5000 არ აქვს მნიშვნელობა რა. ისიც უნდა იყოს იმ დემოკრატიული პრინციპების მატარებელი, რაც არის ის მილიონი კაცი. ამის დათმობა ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ
ოჯახშიც კი არ არის ზოგჯერ ერთი შეხედულება და ერთი სიარული. ამიტომ არის წესი, კანონი და თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში საჭირო. ეს ყველაზე საუკეთესოა. მე რომ მკითხო. გამოსავალი ეგ არის ბოლო წერტილი, მაგრამ იქამდე როგორ მივართ, აი ეგ არის საქმე. ეს არ უნდა იყოს ტერორიზმით გაკეთებული, ეს არ უნდა იყოს. ესე იგი, უნდა იყოს ეს ცოტა, როგორ თქვა, რთული საკითხია, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. მაგრამ არის ხოლმე, აი, ისევ გადავარ რეანიმაციას დაუბრუნდები. არის რეანიმაციული მოქმედებები, ესეც გამიკეთებია ხოლმე. აი, რუსულად ვიტყვი, ვაინა პალივაი ხირურგია არის ეგეთი. და რომ მიუტოვებიათ ავანტყოფი. საომარი საველე დახმარება. რასაც არ იყენებდნენ. და ერთსაც ვიტყვი და დროტკი წაღერთი. მე რატო ვარ იცით ესეთი მებრძოლი? იმიტომ რომ ეს ბუნება მომცა მე ავანტყოფი არ დამღუპვია. ისე დავამთავრე კარიერა, ეს ურთულესია და ჩემმა კოლეგებმა მე ავანტყოფი, ჩემი ავანტყოფი არ მომკვდარა. ამიტომ ჩამიდია მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი მიმართულება, ჩემი მთელი ყველაფერი რის გადამერჩინა და აი ესე ვარ მომართული ახლა. ქვეყნისთვის რომ მე მინდა რომ ქვეყანა გადარჩეს. ყველას დიდ პატივს ვცემ, ყველას დიდი მადლობა, ვინც არის, მაგრამ გადასარჩენია ეს ქვეყანა. აი როგორ გადავარჩინოთ? მე იმიტომ იმას უნდა ეგრე არა, ვინც არიან პროფესიონალები, პოლიტიკოსები, გამოცდილი საზოგადოების წევრები და ვინც იცის ესა რადიო, პრესა, ტელევიზია, სულ ყველა უნდა ჩაერთოს და მეცნიერულ დონეზე შეთანხმდეს ამას. აქ ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ და კიდე ერთ ვიტყვი, საქართველოს აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. აუცილებლად, მაგრამ ეს იქნება დღეს თუ ხვალ რაც უფრო გავჭიმავთ და უმტკივნეულოდ უნდა შევიდეთ რაც შეიძლება მოკლე დროში, თორე როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს აუცილებლად იქნება. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ერთ-ერთი გითხავთ ბოლოს, რომ 4-ში თქვენ იქ ამ სასამართლო პროცესი გაქვთ ხომ ჩანიშნული დეკემბერში მგონი. დეკემბერში, დიახ. შესაბამისად ის ორი მუხლი უმძიმესი, რითაც ემუქრებათ რეჟიმი, რჩება ძალაში 6 წლამდე პატიმრობის. მე სასამართლოზეც ვთქვი, მე თუ ვარ ესე იგი მტერი ქვეყნის თუ ტერორისტი რა ვიცი, რაც მუხლები წერია. არც არასდროს ყოფილი ვარ მე სახელმწიფოს მტერი. არც გუშინ ვიყავი, არც დღეს ვარ და არც ხვალ არ ვიქნები. მაგრამ გულანთებული ყოველთვის ვიქნები საქართველოს მოსიყვარულე პიროვნება, რომელიც მის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ. კი ბატონო, და ადგილზე იყავით თქვენ, რამე ძალადობას ქონდა ადგილი, რომ ეს ხალხი აპირებდა ხა იქ ვიღაცის დაზიანებას, ამის აი თქვენი შთაბეჭდილება მინდა ვიქნები. მე გეტყვით იმ დღეს. მე თვითონ ვიყავი ნამდვილად სამშვიდობოდ მისული. აი მართლა იქვე გავიგე მე ესე იგი მოედანზე რომ უნდა ხალხი წასულიყო დაბლა მოულოდნელი იყო ეს არავინ არ ელოდა თუმცა აი მე ჩემზე ვაო მე პირადად მეგონა რომ ისევე ხალხი უნდა დამდგარიყო იქ როგორც დადგა მთავრობის სასახლეში როგორც იდგა მერიის წინ და ისე უნდა დამდგარიყო იქ მაგრამ მე ეს ხალხი რომ დაიძრა და მათ შორის მეც მე როცა ჩავედი იქ იყო ურთულესი მდგომარეობა ურთულესი მდგომარეობა იყო და რაც ჩვენ დახვდა ის იყო მე რაც იყო ეგ იყო და მე რომ დავინახე რომ იქ ესეთი რაღაცები ხდება არც მაგ დასამალი არაფერი გადახვდი მე შიგნით და რაც მქონდა ეს ფიზიოლოგიური ხსნარები ხო რაც მქონდა მაგრამ ეხლა როგორ ეხმარებოდით ადამიანებს ეხმარებოდი და ეხლა თუ სუმაგასო თუ საომრად მიდიხარ თუ საჩხურად მიდიხარ ან ნიღაბს გაიკეთებ ან რაღაცას გაიკეთებ ან ცოტა სპორტულად ჩაიცვამ რა ვიცი ეხლა ფრაკებში და იმაში ჩვეულებრივად როგორც ეს მეცვა ის და სხვასაც და რაც თავარია შვილებთან და შვილიშვილებთან რა ვიცი ეგეთი ის მე არ ვერ წარმომიდგენია რომ ესე იგი მიდიხარ საჩხუბრად საომრად და მიყავშვილები და ხარ გამოწყობილი დედასთან მამა ბაბუასთან ბებიასთან შვილიშვილებთან ერთად მიდიხარ და არის ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო თუ იმიტომ მინდა ეს უნდა დამთავრდეს 4-მა ბევრი გვაჩვენა ჭკვიანია სულ ყველა საქართველოს ძალიან ჭკვიანია ყველა არ უნდა ამაზე ბევრი დროის დაკარგვა ეხლა დროს რომ დავკარგავთ ამაზე ხო უფრო მეტი რაღაცა ჩვენ უნდა ვეძებოთ მე საერთოდ რაღაცა სიტუაციები რო ხდება ყოველთვის უყურებ კარგი კუთხით აი მაგალითად ეხლა ძალიან ცუდი იყო მე რომ მოხდი იქ მაგრამ კარგი იყო იმიტომ რომ მე ამას ესე ვერ ვილაპარაკებდი იქ დროც ჰქონდა და ცოტა გავაანალიზე რაღაცეები და ერთიც უნდა თქვა მე სახლიდან იქამდე ჩემზე მაგალითად ზეწოლა არის კი ბატონო
არც ეწოლა იყო, არც არის შეიძლება ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ იქ ვინც იყო და რანაირად ისინიც გადარჩენილი ყავს და იმათი მშობლებიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პიროვნულად ხო არ განისაზღვრება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის მომავლის და აწმყოს საქმე და ეს არის ბევრი კი ვისაუბრე, მაგრამ რაც გულში მქონდა ის გითხრა. ამიტომ მოგიწვიეთ ბატონო გოგი და პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა თქვენს და ჩვენი მხარდაჭერა თქვენს და ძალიან კარგია რომ თქვენ ახლა აქ ხართ და არა კვლავ საპატიმროში, საერთოდ ის ხალხიც ბევრი არის თქვენი. ჩემი გულის ტკივილი სულ ყველას და კიდე ერთხელ მინდა რომ ყველა იყოს გარე. კი ბატონო და ბევრი არის მათ რამდენიმე მათ შორის არის მძიმე ავადმყოფი, მათ შორის რთული სიმსივნის დიაგნოზით, არის მარჩენალი მამა, ორი შვილს არჩენს და ასე შემდგომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანები, მარჩენალები ოჯახის და ასე შემდგომ, როგორც თქვენ თქვით, ყველა იქ იყო мотивация, როგორც თვითონ განმარტავენ, იყო სამშობლოს ერთგულება და ის რომ ეს ქვეყანა უნდა დაბრუნდეს ევროატლანტიკურ გზაზე. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.